პროექტ მიმღერეს მონაწილეები, ძმები, გოგა და დათურა მაღრაძეები არიან ჩვენი შოუს შემდეგი სტუმრები. ობზანდიშო გენასალა. აუბადურდა. მე ძალიან მიხარია რომ ერთად ვართ. როგორც მიმღერეში, ისე დღეს ჩვენ შოუში და მადლობა მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მოუსწრელი ხალხი ხართ, ბევრი ძალიან სასიკეთო საქმით ხართ დაკავებული, ჩემო დათურა, შენ სიმღერით და შენი პროფესიული კიდე სხვა მიმართულებით, შენი ბიზნესით, მშენებლობით, გოგა ყველაზე უფრო კეთილშობილური საქმის წარმომადგენელია, ექიმი გახლავთ ჩემო ბატონო და რაც თავარია თქვენ გაკავშირებთ უმთავრესი რამ, ეს არის დიდი სიყვარული სიმღერისა, რომელიც თავის მხრივ არის უმთავრესი საფუძველი იმისა, რომ ადამიანი მიმღერეში მოხვდეს და მოდი აქედან დავიწყოთ. როგორ მოხდა თქვენი ჩართვა მიმღერეში? მე დავიწყებ თქვენი საუბარი. პირველ რიგში მოგესალმებით, მივესალმებით ტელემაყურებელს და უდიდესი მადლობა ჩემო გია დიდი პატივისცემით და სიყვარულით. ბედნიერი ვარო დღეს ამ შოუშიც თქვენთან ერთად ვარ. საერთოდ ვიტყოდი რომ ჩვენი ეს სიმღერისადმი სიყვარული ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ ყველა ქართველისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახიდან დაიწყო და აი ესე მინდა ვთქვა რომ ბაბუა და ესე იგი ბებიის ძმა და სიძე მისი, ანუ ბაბუა ჩემი რა, ერთად მღეროდნენ ხოლმე, თვავშობიდნენ მთელი ბავშვობა, გვახსოვს რომ ოჯახში იყო ხოლმე ყოველთვის ეს მაკაცების, მეგობრების კარგი კეიფები, ძალიან სასიამოვნო საღამოები და ვფიქრობ რომ ჩვენს ძალაუნებურად ვეზიარეთ ამ სამხოვანების სიყვარულს და შემდეგ ესე შეგვჭა ტრადიციად ოჯახურად და ამის მერე ესე გავყევით მე ესე ვთქვათ იმდენად მაინტერესებდა რომ ზუსტად იგაც სიმონ გუნცაძეს მოვიკითხავ ბაბუას აქედან სიმონმა ერთი დღე დარეკა და ანსალ ფესვებში დავით უზნაძის ხელმძღვანელობით ჩვენი მაესტროსი პატარა ვიყავი ალბათ 13-14 წელს დავიწყე ანსალ ფესვებში სიარული რეპეტიციობით ესე ხო და ძალიან დიდი ამაგი და ბევრი შრომით მაესტრომ მოკლედ ჩვენგან გამოძერწა ესე რომ ვთქვათ ქართული სიმღერის მოსიყვარულე პირველ რიგში ადამიანები და ამის შემდეგ დღევანდელი ყოველდღიურობიდან გამოდიოდა და ბოლო რამდენიმე წელი არის აქტიურად ვეღარ ვღებულობდი მონაწილეობას ვერც კონცერტში, ვერც რაღაც ყოველ საღამოს მეგობრების შეკრებაზე ვირთობდით თავს მღერი და სხვადასხვის ორი კვირა რო გავახომე ისე რომ აეწყობა ეს საქმეები ერთმანეთს მიეწყობა და ვერ შეიკრიბება სამეგობრო ხოლმე და ვერ გააჟღერებ შენ სულის სათქმელს და ვერ იმღერებ თითქოს რაღაცა გაწუხებს და არიცი რა გაწუხებს და მეგობრებს ურეკავთ ხოლმე მე მგონი შესაკრებები ვართ უკვე რომ დავცალოთ ხო ეს ემოციები და მე ისე მოხდა რომ მიმღერეში ბევრი საერთო მეგობრები წინა სეზონის მონაწილეები წინა სეზონში ლიზა ჩიჩუასთან ერთად მოგვიწია მე და ბიჭებს კიდე ძველ მიმღერელებს მონაწილეობა ლიზასთან ერთად და მოხდა ისე რომ მიმღერემ როცა შემოგთავაზა რომ მონაწილეობის მიღება მე დამიდგა საკითხი ოჯახში მრავლად არიან მრავლად არიან კი მომღერლები და რა შემოადგენლობი ჩამოყალიბებული ყავით და დედა მამა წამომცდა ეხა მამას უყვარს ხო დედა ისე ყველა დანარჩენი წევრები მღერიან და რო გავაჟღერე სახში ძალიან თამამად ესე გოგამ და ელენე დღეს სამსახურში არის საზღვარგარეთ წასული და საპატიო მიზეზი მოვიწოდით აუცილებლად მოვიკითხავთ ელენეს აქედან სიყვარული ჩვენ ესე ვთქვათ თავიდან ძალიან თამამად გოგას და ელენეს დიდი სიამოვნებით და სურვილით გადაწყდა რომ უნდათ მონაწილეობა ჩემთან ერთად მე ცოტას ნერვიულობდი რო არ დაგიმავლოთ რომ რაღაცა ის პროცესი მე ვიცი ჩემი ცირე თუ საშუალო გამოცდილებით სცენის არსი როგორია იქ რო დგები და გარედან მარტივი ჩანს მაგრამ სცენაზე დგომა ესე მარტივი არ არის მაგრამ მე მგონი რომ ჯერჯერობით კარგად მივდივართ აბსოლუტურად შემიძლია დავადასტურო და ესე დადასტურა რო შევყავით თავი უკვე ვეღარ გამოვედით სცენიდან ესე ოჯახის წევრები მივყვებით ძალიანაც კარგი ჩემო გოგა ექიმები ბევრი მღერიან ძალიან კარგად ეს რა ფენომენია და რა მოვლენაა და დამთხევაა თუ როგორ არის კასპარეზი ფაქტია რომ შემთხვევითობით ალბათ ეს ვერ აიხსენებთ რომ ექიმები მართლაც დაწინაურებული ხართ ამ მიმართულებით და რა მინდა სიკითხო ქონი აგეთი შემთხვევა რომ პაციენტს ეთქვას რომ ექიმო მოდი ჯერ გამსინჯე და მე იმღერეო თუ სიმღერით მიდის ეს პროცესი სიმღერით მიდის ძირითადად რა თქმა უნდა
რამდენადაც განსხვავებული პროფესია არის მომღერლობა და ექიმობა, იმდენად ახლოს არის ერთმანეთთან. აი ოპერაციების სრულობის დროს მაგალითად სულ ღიღინებ ხოლმე ჩემთვის გულში ცოტა ხმადავლა და მით უმეტეს რაც მიმღერე დაიწყო ფაქტობრივად რეპეტიციები მაქვს ხოლმე ოპერაციაზე ნელა ეს სანა პაციენტს ვინავს მაგრამ მაინც ყურადღებით აკეთებს ოპერაციას რაღაც უნდა ამაზე ორი აზრი არ არსებობს მაგრამ ესე ცოტა სიმღერა ყველა საკითხს და ყველა სფეროს უხდება ნამდვილად პირველი სიმღერა რა გახსოვთ თქვენი შეიძლება ითქვას რაც მეხსიერებას აქვს 6-7 წლის ასაკში დედასთან ერთად ფორტეპიანოსთან ოჯახში მამა ჩემის სამეგობროსთან მამი ერთი სიმღერა გეხვეწები ბიჭებს და მახსენდება ნატო გელაშვილის დეკემბერი ჩემს მახსოვრობაში პირველი სიმღერა რაც დეკემბერი დაგავდა ესა ამას გვატრიალებდნენ ერთი სახალისო ისტორია არის მამას ერთ-ერთი მარკის ავტომობილი ყავდა ნუ აი 90-იანი წლები არის ბოლო რა და ამ ავტომობილს ჰქონდა მაგნიტოფონი რომელიც ითხოვდა კასეტებს და არ ვიცი პროგრამულად რაღაც არეული ქონდა ყოველთვის უკრავდა ხოლმე ჩქარა ეს მაგნიტოფონი რა მანქანაში ცოტა ქონდა ნუ ერთნახევარჯერ მეტი სისწრაფით მაინც იყო და მე ამას ხურობდით ხოლმე რა თქმა უნდა რომ დედას ეს სიმღერები იმდენად იყო ხოლმე ეს кейფები რომ გაიწყობოდა ხოლმე ახალ წელს უკვე მე სამეგობრო ამბავი დედა თითქოს მოლევაზე იყო ხოლმე და ჩვენს ტემპი გქონდა დეკემბერი დადგავდა 3 ცვალაფერი მეტისება და ვარ და ეს მანქანის ტემპში ვიყავით და გადასულები მიგვაჩვენეს მგზავრობის დროს ტემპში სიმღერას და მე ნელ-ნელა დავაგდეთ ტემპი უკვე ასაკთან ერთად მე მანქანაც გამოიცვალა და კი ტემპი შესაბამისად დასტაბილურდა ტემპი დასტაბილურდა ასო რა მინდა გითხოთ მომღერლებისთვის ხშირად მიუმართავთ მეგობრებს მე მქონია მსგავსი არაერთი პრაქტიკა რომ აი მოდი ჩემ შეყვარებულ სერენადა უღო მოგლეთ სერენადის გამოცდილება თუ გაქვთ თქვენ როგორც მე მაქვს ბევრი მაგრამ ერთი ძალიან სახალისო გამოცდილება სერენადის ჩემ მეგობარმა დაგვირეკა რომ ამეტნავად ვარ შეყვარებულიო და მინდა რომ გავაუცო ეს გოგონაო და ნუ იმისგან თანხმობა ჯერ არ ქონდა რა ისე იყო ცალხრივად ცდილობდა ამბავს შუაღამია შემოვიდა ეს ზარი და წამოხტი ვიცვამ გავდივარ სახლიდან და ამ დროს ალბათ მაშინ ოჯახი ერთად ცხოვრობდით და ბებიას მოესმა ეტყობოდა შუაღამის სადგარი მეოთხარი ბებო სერენადა მაქვს სამღერი გოგაიგო სერენადა სამღერი ბებია ისეთი წერეთლის ქალი ყავს და აღარ უკითხავს დანარჩენი გაგზელება და წავედით უბრალოდ საგურამოში მანქანის კარს ვერ ვაღებთ ქარი არის ისეთი ქარია რომ კარი არ იღება მანქანის და ესე იგი სახლი ვიცით დაახლოებით ვიცით სახლი და იმ გოგოს მეგობარს აქვს ახსნილი რომ რომელ ქუჩაზე უნდა ჩაუხვიოთ და გვაქვს ინფორმაცია რომ საგურამოში რომ შევალთ უკვე აი რო იწყება ეს ცენტრალური საგურამოს მონაკვეთი მარცხნივ შეგხვდებათ ურნები და ურნებთან უნდა ჩაუხვიოთ ქუჩაზე და ვიცოდით რომ იმ საღამოს მეგობრები ყავდა სტუმრად ამ გოგონას და ისე ემთხვეოდა რა რომ ჩვენს ეფექტი გვინდოდა მოგვეხთინა რო ჩაუხვდეთ ეხა ერთადერთი სახლი იყო ამ ქუჩაზე რომელზეც ენთო შუქი მეორე სართულზე ესე იგი რო გადმოვიდით მანქანიდან გვინდოდა გვემღერა ოღონდ გიყვარდეს ეს მაცაცოსების კვერაძის ოღონდ გიყვარდე მათ შორის და ამდენიმე სიმღერა მოგვიწია ისეთი ხარი იყო რო დავდექით გავაჟღერეთ ეს ბგერები და ხვდებით რომ მარტო ჩვენ გვესმის იმიტომ რომ ეს ქარი უბერავს ისებია კამკას და ჩვენ ვართ უკვე მეოთხე მოტრიალებაა და მე პირველ ხმასღერი ვარ და აღარა მაქვს ხმა და ვანიშნებ ამას რომ ვეღარ შვები უკვე და შევატყვეთ რომ სილუეტი გამოდის მეორე სართულზე უახლოვდება ფანჯარას და გვიხარია ეხა და მეხუთე მოტრიალებაზეა მთელი გაზი მიცემული რომ ეს ხმა მივიდეს იმ ფანჯრამდე რომ მივიდეს ღობის გარეთ დგავარ და გამოდის მოხუცი ქალბატონი და ბებია შვილებო შეგეშალათო სახლი შეგეშალათო ეს ხუთი მოტრიალება გვაქვს ნამღერის სუტყვილა წავედით ვეძებთ მეორე ამ სახლის ამბავს და ესე იგი მესამე ცდაზე მივაგენით გოგოს სახლს მივაგენით მესამე ცდაზე და ერთი კაი კონცერტი გქონდა ჩატარებული საგურამოში ფაქტიურად შეიძლება ითქვას რა და შედეგი თუ დადგა მითხარი თუ გაჭრა წამალვა სხვათა შორის მოკლევადიანი სამწუხაროდ მაგრამ ერთ ძალიან მოკლეს მოვყვები კიდე სადაც ცელობა იყო უფრო ახლოს ვიყავით მიზანთან დიდუბეში ესე იგი საღამო არის იმ ეზოში იყო დიდი ესე საბავშვო მოედანი და ერთადერთი ეს მოედანი იყო ეს განათებული საკმაოდ კარგად ღამის საათებში ვართ მისულები და კამი ალბათ ეგეც 2 საათია 2.5 და ისევ ქენდოთ ფიალები გოგ წაღებული მთელი ამ ბიჭები გიტარით არიან
ერთ-ერთი იძახდა მინდა ვთქვა რომ მიკროფონი და დინამიკა რომ ლექსი უნდა წაიკითხოს ვინც არის ჩვენი ზოგადად შეყვარებული რა მომზადებული აქვს ლექსი ოღონ თან კარგად არის ის ცოტა ირევა რა ხოდა გავართ მოედანზე და დავიწყეთ 6 ბიჭი ვიყავით იქ უფრო ორგანიზებული იყო წავედი დროზე არ იყო წინა დღეს დაგეგმილი იყო და ორგანიზებულად მოხდა და მისამართი დაზუსტებული მისამართი დაზუსტებული იყო ვიცით სართულიც ვიცით ფანჯარაც ვიცით ყველაფერი ვიცით მაგრამ ესე გეფორმად დგას ეს корпуსი საკმაოდ მოცულობითი და შუაშია ეს მოედანი და გვაქვს რომ ეს სიმღერა რომ მორჩება ეს ამასობაში ამ ლექს ამბობს მე ფონებზე გადავდივარ და ბოლოს ფეიერვერკი გვაქვს მთელი დადგმა არის მთელი დადგმა ამბავი და ამ სცენარში ესე იგი ჩვენ ხო დავიწყეთ სიმღერას ფიალები ანთია ფიალებს ეხლა დიდი გამოცდილება ამის ანთების არ ქონდა მიუხედავად ისე რომ სხვა შორის ბავშვებს ცევკავდით და კიდე უში ვეკავ ხოლმე ფიალები და წვავს ხელს მაგრამ ვიგაუშვებს ეხლა ამ ფიალას ხელს და ნელ-ნელა ინთება ეს სახლები გარშემო სულ ინთება ესე ისენი ფანჯრები აინთო და იმ ერთ ფანჯარაზე გვაქვს სწორება და არაფრით ეს ფანჯარა არ ინთება რა და ჩვენს იგმის საგურამოს ერეყოს უმატებთ ამ ხმას უმატებთ გადმოდგა ხალხის ხოთაშორის დავასამახსოვრებელი იყო რომ ზოგს ანთებელით ზოგს ფანრით ესე ანთებდნენ და ესე იგი ყველა გვისმენდა მორჩით სიმღერას ეს ლექსის კაცურად ჩაამთავრა ფერმაზმა კაცმა და გაუშვით ფეიერვერკი გვაქვს ნაყიდი ახალი წლის ფეიერვერკს სადაა ეჭიდავება რა იმდენი თელი ტყვია წამლით ვართ ვისულები და დიდი ინვესტიცია ჩადებული სერიოზული დაგეგმილი იყო და მაგაზე იყო ლაპარაკი ინვესტიცია გაამართლებდა თუ არ გაამართლებდა ცოტა საეჭვო იყო და ეს ფეიერვერკი რომ დასრულდა და ყველაფერმა ესე კარგად ჩაიარა ჩვენ გვაქვს მოლოდინო იქ შუქი აინთო მაგრამ არავინ არ გადმოდის გოგონა ჩამოვიდა და ესე იგი დიდი სიხარულით მოგვახსენა რომ ბედნიერი იყო ჩვენი აი ამ მოწყობილი ფაქტიურად კონცერტი და მე მგონია რომ რიდის გამო ვერ უთხრა პირდაპირ უარი. შემდეგ მათი ურთიერთობაც რაღაცა პერიოდი ასევე გაგრძელდა. ისე რომ წარმატებული ისინიც ყოფილან, თქო ისინი არ მინდა რომ მოყვე რომელიც წარმატებულად დასრულდა. წარმატებულებიც ყოფილა. დაქორწინებულებიც არიან მათ შორის და ასე რომ ეს ისტორიები ძალიან ისეთი საინტერესოდ ქონდა ხოლმე. გაგახარებს ღმერთი. ეხლა შევეგობრებო, გადავიდეთ იმ ხარეზე, რომელიც თქვენ შესანიშნავად გამოგდით. ეს არის სიმღერა დუეტში ჩვენი შოუს ენაზე ავაჟღეროთ. დიდი სიამოვნებაა. აუცილებლად. აბა, დიდი მადლობა. დაბლამტყვარიზე მოთნახე რაცა თბილისური ლურჯი გაუხუნარი საცა ვერ ჩაული შენ თაწმინდას მგუმარი სასიმღერო თუ კი შემოგელია არ სოდნია თბილისის ცისფერია გაზე გადეკ შეთაყოფნა ძნელია თბილისში ხომ გვირილების მღერია სიმღერა ასევთისა და ნახველის კურნალი და უებარი წამალი და მიჯერეს სიმღერით იარე Raskida kchasa kaosavali Tu gavi german dod marto elada Da khelshi mavshrinitsa sekhelada Minda utkra lurs valeba gigilos Masvilis serame
დიდი მადლობა სტუმრობისთვის, მე გოგა და დათუნა მაგრაძე.